რომ საქართველოს ხელისუფლება თავის იურისდიქციას იქ ვერ ახორციელებს და პასუხისმგებლობასაც ვერ იღებს. რა ვქნათ? რას ნიშნავს? რას ნიშნავს რუსებმა გამოიყენა? რუსეთი თავისი ბენზინი და ისიც აქვს და არ დაარჩენდება. რა ვქნათ ეხლა სხვა ხელისუფლება რო არის გავწიროთ ხალხის შიმშილისათვის? ხო და რა ვქნათ ეხლა ჩვენ ვიცი რომ მიდის უფრო მეტი უნდა მიდიოდეს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ. ამას ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების ფაქტს. ის კი გვიმტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოსგან მიწოდებული бенზინი არ სჭირდება, მაგრამ მოდით ფაქტებს შევხედოთ. Что за херня опять началась? Какая-то вторая волна, она прям жесткая, бензина нигде нет. С бензином полная жопа. Ну что, Нижний Новгород, выдохнули, что закончились очереди на заправках? Рано, ведь голодные игры за бензин продолжают. უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებლებზე მიტანილი ერიშის გამო რუსეთში бенზინის დეფიციტის მორიგი ტალღაა. Бенზინ გასამართ სადგურებზე რიგებია. საწვავის გაყიდვაზე დაწესებულია შეზღუდვები და ლიმიტები. რეგიონების ნაწილში გაზრდილია მისი ფასიც. სოჭის ადმინისტრაციამ ადგილობრივებსა და ტურისტებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ პირადი ტრანსპორტით გადაადგილებისგან. რუსეთში რომ საწვავის დეფიციტია, ეს საჯაროდ პუტინმაც აღიარა. Мы сейчас наблюдаем определенный дефицит, но не критический. თუ ეს ფაქტები საკმარისი არაა, ოკუპირებულ აფხაზეთში გატანილ საწვავს დავუბრუნდეთ. бенზინგასამართ სადგურებთან იქაც კვლავ რიგებია. გალში მცხოვრები პირი კი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს. საწვავი არ გვაქვს. ტელევიზორში კი გამოვიდნენ და ჩვენ გვაბრალებენ, ქართველებს დავეხმარეთო. ჩვენ თუ გვეხმარებოდნენ, მაშინ გალში რატომ არ არის საწვავი და თუ არის, რატომაა სხვა ტერიტორიაზე ძვირი. ხალხი ოჩამჩირეში დილიდან დაღამებამდე 500 მანქანიან რიგში დგას. თუ ქართველს ეხმარები ამდენი ტონა საწვავი გალში რომ დარჩენილიყო რა გვიჭირდა. ვიფიქრებდით რომ მართლა დაგვეხმარდნენ. ყველამ ვიცით, ვისაც დაეხმარნენ და ღირსიც ვიქნებით მაგისთვის უკრაინამ დაგვბომბოს. თქვენი აზრით, სად წავიდა კომპანია სოლიდუზის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი бенზინი?